Parkirების საფასურს კონტროლიორები გორში არალეგალურად კრეფენ. აღნიშნული შესახებ დღეს საზოგადოებას გორის სერვის ჯგუფმა საგანგებო განცხადებით ამცნო. აღმოჩნდა, რომ კომპანიამ თანამშრომლები თითქმის 2 თვის წინ გაათავისუფლა და თანხა, რომელსაც მძღოლები პარკირებისათვის იხდიან ბიუჯეტის ნაცვლად კონკრეტული ადამიანების ჯიბეში მიდის. გორის სერვის ჯგუფმა საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია მერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიაწოდა. თუმცა ამის მიუხედავად კონტროლიორები პარკირების ადგილებზე მაინც მორიგეობენ და ავტომობილების გაჩერების სანაცვლოდ მოქალაქეებისაგან ფულს იღებენ. დეტალების გარკვევა დღეს ჩვენი ჟურნალისტი ნიკა გაბლიშვილი შეეცედა. გორის სერვის ჯგუფის ადმინისტრაციაში ქალაქში კონტროლიორების მხრიდან პარკირების საფასურის ხელზე აღების პროცესის უკანონობაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ სისტემა გაუქმებულია, თუმცა ამის მიუხედავად კონტროლიორები მძღოლებისაგან ფულს ყველანაირი კანონის დაცვის გარეშე მაინც იღებენ. კომპანიის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნულ საქმიანობას ეწევიან, მათი თანამშრომლები 2016 წლის 1 დეკემბრიდან აღარ არიან. ზურაბ როსტომაშვილმა პრობლემის მოსაგვარებლად დახმარების თხოვნით წერილობით შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა. იმის გამო, რომ ეს პარკირების თანამშრომლები ჩვენი ყოფილი კონტროლიორები ისევ იდგნენ და კრეფავდნენ ამ ფულს. მე ამის გულისათვის ჩვენ მიმართეთ მერიას, შესაბამის მერიასა და გორის კრიმინალურ პოლიციას და მოვთხოვეთ, რომ დაგხმარებოდნენ, იმიტომ რომ ჩვენ არ აქვს საშუალება იმისა, რომ იმათ აუგზავნოთ იქ დგომა და კრიმინალურმა პოლიციამ სულ ყველა შემოიარა, მისცა გაფრთხილებები ხელის მოწერით. ქალაქის ქუჩებში რომ კონტროლიორები პარკირების საფასურს უკანონოდ კრეფენ, საქმის კურსში არიან გორის მერიაში. ჯირკველიშვილის უწყებაში ამბობენ, რომ უკანონო თანხების მობილიზებასთან შეხება არ აქვს და შესაბამისად მძღოლების მიერ გადახდილი ფული ადგილობრივ ბიუჯეტში არ შედის. 1 დეკემბრიდან მოყოლებული გასული წლისა შეიძლება ითქვას, რომ ყველა ვინც ითხოვს მოკრაკრებლის გადასახადს, ეს არის უკანონო ქმედება. არ შემიძლია ვთქვა, ახლა შეუზღუდო ადამიანებს თუ სურვილი აქვს ვიღაცას 20 კაპიკი აჩუქო, 20 თეთრი აჩუქოს, ეს ძალკე თემაა, ხო? მაგრამ ეს ადამიანები, ვინც ახლა ახდენენ ეგრეთ წოდებულ სადგომებზე ფულის აკრებას, ისინი არ არიან ჩვენი თანამშრომლები და ეს თანხები ჩვენ არ ვიცით სად მიდის. გორის მერიისაგან განსხვავებით საკუთარ საქმიანობაში უკანონოს ვერაფერს ხედავენ კონტროლიორები, რომლებიც თავს სხვადასხვა კერძო კომპანიების წარმომადგენლებად გვაცნობენ. თქვენ რომელ კომპანიაში მუშაობთ როგორც? არ ამუშაობ სულ ვარსა და უბრალოდ მანქანებს ვარ გულდებ რა, არ ამუშაობ. როგორ ვიქოთ ეს რამდენად კანონიერია? რა ვიცი სულ არ არ ვიცი არა. ესა კერძო საკუთრება არის. კერძო კომპანიას რა ქვია თქვენ? არ ვიცი, ვერ გეტყვი. აღდათ არ ვიცი. რომელ კომპანიაში მუშაობთ არის? არა. თქვენი საქმიანობა როგორ ვიქოთ კანონიერია? კი, აბა. რამდენი ხარია რაც საფრთხეში? ეხლა ხან დავიწყო. ხან 10 ლარი რჩება, ხან 5 ლარი რჩება. ზოგი გაძლევს, ზოგი არ გაძლევს. ავარია რო მოხდეს. რა, ყველაფერს იმაშვებით. ერთ მანქანაზე რამდენია გადასახადი? 20 თეთრი. ზოგი 5 კაბიკსაც იძლევა, ზოგი 10 კაბიკსაც იძლევა, ზოგი ისაკის არა მაქვს. ეხლა გავიყვანი არა ქონდა წადი მეთქი. ისე რომ ძალა და რამე ეგეთი რამე არ არის. ჩვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად კანონიერად მუშაობთ? ახლა მე კანონიერად კი მუშაობ, მაგრამ თანხაზია არა აქვს ხალხს საფული. ვერც ვაძალებ, ვერც ვეუბნები, ვერც ისე, ვერც ასე. გორში პარკირების საფასურის ხელზე გადახდა უკმაყოფილება სიწვევს მძღოლებშიც. ისინი სისტემის ხარვეზებზე საუბრობენ და შესაბამის სამსახურს ახალი მოდელის შემუშავებას ურჩევენ. მძღოლებმა ამ დრომდე არ იციან, რომ პარკირების მოსაკრებლის ხელზე გადახდა გაუქმებულია. გაჩ რამდენჯერ გაგაჩერებს კლიენტი არა რომ იყავს ამ ტაქსით არა სადმე ხო გაგაჩერებს არა შედიხარ უნდა გადაიხადო ვალდებული ხარ აბა იმასაც ხო მუშაობა უნდა რა ამ მუშაობაში რამდენ სიხდით ხოლმე როგორც გააჩნი რამდენჯერ შემოვალ, რამდენჯერ გავალ. ანუ რამდენჯერაც შემოხვალ იმდენჯერ უნდა გადაიხადოთ? ეგრე. გორში პარკირების საფასურის ხელზე აკრეფის სისტემა 2016 წლის 1 დეკემბრიდან მას შემდეგ გაუქმდა, რაც სერვის ჯგუფის რეორგანიზაცია მოხდა. პარკირების მოსაკრებლის გადახდა კი ამ ეტაპზე მხოლოდ აბონემენტის საშუალებით არის შესაძლებელი, რომელიც მძღოლებმა გორის სერვის ჯგუფის ადმინისტრაციაში უნდა შეიძინონ.